მოგესალმებით. მე მქვია კირა დანელია. ვარ ქალაქ ქუთაისის მე-15 საჯარო სკოლის მერვე A კლასის მოსწავლე და ვერთვები საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის შემეცნებით პროექტში. გაავრცელე ქართული სპორტის ისტორია, რომელს მხარდან ჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. ქართული სპორტის ისტორიას მე გავაგრძელებ ქართული მოჭადრაკის მაია ჩიბურდანიძეს ისტორიით. მაია ჩიბურდანიძე დაიბადა ქუთაისში 17 იანვარს 1961 წელს. მან ჭადრაკის თამაში 8 წლის ასაკში დაიწყო. მისი დებიუტი ბრასოვის ქალთა საერთაშორისო ტურნირზე გაიმართა 1974 წელს 13 წლის ასაკში. 1976 წელს საბჭოთა კავშირის გოგონათა ჩემპიონატში გაიმარჯვა. 1977 წელს მან საერთაშორისო ქალთა გროსმაისტერის ტიტული მიენიჭა. 1978 წელს ჩიბურდანიძემ მოქმედი ჩემპიონის ნონა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ ითამაშა. ჩიბურდანიძემ მსოფლიო ჩემპიონატი დაამარცხა ანგარიშით 8.5 და 6.5. ჩიბურდანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა 17 წლის ასაკში და ის ყველაზე ახალგაზრდა ქალი იყო, რომელმაც ეს ტიტული მოიპოვა 2011 წლამდე. მადლობა ყურადღებისთვის.